სიყვარულის გამოხატვა შეუძლიათ. სიხარულისა და მწუხარების, აღფრთოვანებისა და იმედგაცრუების. სასწაულისაც კი. 10 წლის წინ ეცხელები რომ იხილა სცენაზე, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, ფრანგული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელმა მარსელ მარსომ ეს განაცხადა. ასეთი ნაციონალური, პროფესიულად ჩამოყალიბებული ნიჭიერი კოლექტივი მეჯერ არ შემხვედრია. მიუხედავად არსებობის მოკლე დროისა, მან უკვე გამოიმუშავა თავისი ხელწერა და ალბათ უახლოეს მომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპის პანტომიმის თეატრებს შორის. დადგა ეს დროც. საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი პანტომიმის სახელმწიფო თეატრისათვის. ხელავ და არ შემიძლია სხვა არაფერი თქვა. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ ფესტივალი იხსნება ჩვენი თეატრის ძალებთან. Гузнавთ пасухисმგებლობასთან ნერვიულობთ, რა თქმა უნდა. Для меня это очень какой-то волнующий день наступил. И страшно, и радостно, и все кипит внутри. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თითოეული წევრისათვის ასეთი ფესტივალში მონაწილეობა და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ ლამაზად გამოჩნდეთ მაყურებლის წინაშე. ეს არის დიდი პატივისცემა, მე მგონი, საერთოდ ჩვენი თეატრისათვის და ჩვენი ერისათვის, რომ პანტომიმის თეატრები ჩვენ საბჭოთა კავშირში არ სიცე ბევრი გვყავს, მაგრამ წილად ხვდა ასეთი დიდი მისია, რომ ჩვენ პირველად ვიწყებთ ამ სპექტაკლს. თითქმის მთლიანად ერთისა და მეორე ნაწარმოები არის ქართული. მუსიკები არის ქართული. ყველა მოძრაობა თითქმის საქართველოს კოლორიტთან არის დაკავშირებული და განვიცდი იმას, რომ როგორ მიიღებს ახლა გერმანელი მაყურებელი ამ ჩვენს განაცხადს. პირველი ინტერვიუ ფესტივალის ორგანიზატორისაგან ავიდა. მოვისმინოთ ბერლინის პანტომიმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს Eberhard Kubes. Ich habe die Gruppe von Amiran Shalikashvili in Moskau gesehen zu den Weltfestspielen und ich fand das, was sie machten, so interessant, dass es wichtig ist, sie hier zu sehen und zu zeigen und deshalb habe ich sie eingeladen. Я познакомился с группой государственного ансамбля пантомимы в Москве на фестивале молодежи с группой Амирана Шаликашвили. Она мне очень понравилась, и я решил, что она сделает свой вклад в реализацию нашей цели. Und wie die Reaktion der Zuschauer ja auch zeigen, hat die Gruppe auch Erfolg hier. И как реакция публики, нашей публики показывает, я правильно выбрал, и она имела большой успех. Что особенно и мне понравилось, и, наверное, и публике, это то, что этот ансамбль смело берется за серьезные, большие темы и реализует их в очень сжатой, компримированной форме, понятной форме. Naja, was soll ich noch sagen? Pantomime muss man sehen. Also darüber zu reden, das bringt nicht viel. Пантомиму надо, конечно, видеть на сцене. Говорить о ней это мало дает. ასეთი ფესტივალები ძალიან მომწონს. ჩემის აზრით, მათ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ამ დროს ცოცხალი შემოქმედებითი კავშირები მყარდება. ახლოს ვეცნობით ერთმანეთის ხელოვნებას. გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. ერთი სიტყვით იმისათვის, რომ საინტერესოდ და ნაყოფიერად იმუშაო, ფიქრობ აუცილებელია იცოდე, როგორ მუშაობენ სხვები, შენი კოლეგები.
ქართული ანსამბლი ძალიან მომეწონა. სპექტაკლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რაოდენ სასიამოვნოა, რომ საერთოდ შესაძლებელია ასეთი შეხვედრების მოწყობა. ცნობილია, რომ პანტომიმის დიდი ანსამბლები არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ასეთ დიდ ანსამბლთან შეხვედრა. და ისეთი გრანდიოზული ჩანდა. ვეგონე 80 წევრისაგან მაინც შედგებოდა. სინამდვილეში კი 36 კაციანი აღმოჩნდა. სპექტაკლებმა ღრმაკვალი დასტოვა. Mais qu'il y a plusieurs personnes, ils sont je pense 18 ou 19 sur scène, ou 25, ou 36 dans une... oui, parce que dans la première partie, ils sont moins nombreux. Donc c'est ça qui est vraiment impressionnant. La première chose, là je suis d'accord, d'abord pour moi c'était important de voir un spectacle de... მათ დეტალურ გარჩევას არ შევუდგები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უდაოდ ბევრის მომცემი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის დიდ ანსამბლთან შეხვედრა. არ შემიძლია არ აღნიშნო და კმაყოფილება არ გამოვთქვა იმის გამო, თუ რა დიდი ოსტატობით შეასრულეს პანტომიმის თეატრის მსახიობებმა იავნანა. იგი ხომ ქართულ ნაციონალურ ნიადაგზე აღმოცენებული და ამის გამო მრავალნაირად საინტერესო იყო ჩვენთვის. ფიქრობ, ქართულ პანტომიმას სიამოვნებით მიიღებენ პარიზელი მაყურებლები. რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქართველ მსახიობებთან შეხვედრა. ემოციებს კიდევ ესემატება, რომ ორივე სპექტაკლი კიდევაც დაიზრდებიან და ფიროსმანი მე პირადად ძალიან მომეწონა. ქართულ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ეს ორი სპექტაკლი გერმანელმა მაყურებელმა ძალიან დიდი ინტერესით და ძალიან თბილად მიიღო. ეს ადვილად და ავტომატიურად მოსალოდნელი როდი გახდათ. საქმე იმაშია, რომ ქართული ხასიათი და ასევე ფიროსმანის ცხოვრების ესა თუ ის ეპიზოდები, რომელიც სპექტაკლშია გამოყენებული, მაყურებისთვის უცნობი იყო. და სწორედ ამ ძნელ პირობებში მაღალმა პროფესიონალიზმმა და დიდმა გემოვნებამ საშუალება მისცა დას ქართული ეროვნული კულტურის, თეატრალური კულტურის ეს შესანიშნავი ნიმუშები ინტერნაციონალურად გასაგები და რაც თავარია მისაღები გაეხადათ. ეს უდაოდ ძალიან დიდი გამარჯვებაა მთელი დასის და მისი ხელმძღვანელის პატივცემულ ამირან შალიკაშვილისა. მე კიდევ იმას დავუმატებ, რომ საშუალება მქონდა მესაუბრა მაყურებლებთან და ისინი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. რო დაამთავრდა სპექტაკლი, მაყურებელი დიდხანს არ იშლებოდა, ესაუბრებოდა ერთმანეთს, უზიარებდა ასრს და ამ კერძო საუბარში მე დავადგინე, რომ სწორედ ის რაც ავტორს და რაც დამდგმელს უნდა ის გაიგო მაყურებელმა. ალბათ ესაა მთავარი ამ ფესტივალის და ამ წარმატების. Parce que l'italien, je crois que c'est plus difficile de traduire, mais je voulais dire que je trouve qu'il y a un grand travail de recherche sociale et de... იზოლებული ვარ ფრანგულად ვილაპარაკო, რადგან ძნელია ჩემი მშობლიური ენიდან იტალიურიდან თარგმნა. თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა თავისი გასტროლებით. სცენასავსე იყო მიმებით. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელოვნების ამ ჟანრს მდიდარი ტრადიცია გააჩნია. ქართულ ხალხს ეტყობა უყვარს პანტომიმა. ჩემი აზრით სცენიდან მაყურებელთან კონტაქტი სოციალური ხასიათის მოვლენაა და ამდენად მნიშვნელოვანი. დიდი ზემოქმედების ძალა გააჩნია. მე პირადად მაინც პატარა ანსამბლებს ვანიჭებ უპირატესობას. ჩვენ პატარა თეატრი გვაქვს და თქვენგან განსხვავებული პრობლემები გვაწუხებს. თქვენ რაღაც სხვაგვარად იყენებთ მუსიკას სპექტაკლებში, ერთობ მომხიბლავად. ამიტომაც მომეწონა. თქვენი ანსამბლი სავსეა ჭეშმარიტად ნიჭიერი მსახიობებით. განმაცვიფ რა მათ მიერ ინდივიდუალურად გააზრებულმა მიზანსცენებმა. ამიტომ ისინი ბევრ გამარჯვებას იზეიმებენ მომავალში. თქვენი სპექტაკლები ლირიკულ ხასიათს ატარებს. პირდაპირ სავსეა ლირიკით. ჩემთვის ნაცნობია რუსული ლიტერატურა და ამდენად გასაგებია რუსული ლირიკა. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ქართულზე.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემზე დიდი ემოციური ზემოქმედება მოახდინა თქვენმა სპექტაკლებმა, რომლებიც გრძნობათა დახვეწილობით და უფაქიზესი განცდებით გამოირჩევიან. მაინტერესებს აქვს თუ არა ანსამბლს რეპერტუარში მსუბუქი, გასართობი წარმოდგენები. მაყურებელს ხომ სიცილი და ღიარულება უყვარს. და ბოლოს, კარგი იქნება თუ გვესტუმრება იტალიაში ქართული ანსამბლი. ჩვენ სიამოვნებით ჩამოვიდოდით თქვენთან საგასტროლოდ. მიწვევის სურვილი საღამოს ახალგაზრდულ კლუბში შეკრებისას კვლავ გამოსთქვა ეციო მარია კასარტამ. ქართული თეატრის რეპერტუარსაც ახლოს გაეცნო. ნახა გასართობი ხასიათის ნოველები, რომელიც თეატრმა ქართველთა კლუბში შეხვედრისას წარმოადგინა. ქართველი მიმების შემოქმედებას ფართოდ გამოეხმაურა გერმანული პრესა. აირასწერს თეატრმცოდნე ლუც პრეჩი. თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ძირითადი თავისებურებაა მაღალი არტისტიზმი, ჯამბაზური გარდასახვის მაღალ პროფესიონალური უნარი, რითაც იგი პანტომიმის სრულიად სხვა სახის განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება. ყველაფერი წარმოდგენილია ძალზე პოეტურად და ანტიკურობის ელფერით აღკრავს. სავსეა შთამბეჭდავი სურათებით და ასოციაციური ფრაგმენტებით. სპექტაკლი გვიჩვენებს ქართველი ხალხის მწუხარებით აღსავსე მრავალსაუკუნოვან ისტორიას. გამოიკვეთება ქართული ხასიათისათვის დამახასიათებელი გამძლეობა, სიმტკიცე, შეუდრეკელი ბუნება, სიცოცხლისა და ბედნიერებისათვის ბრძოლის დაუოკებელი სურვილი. მაყურებლის თვალწინ ხორცი ესხმება ოცნებას, სიზმარს. ამ სანახაობის შემყურეს საკუთარი თავის უსუსურობის, არასულფასოვნების განცდა გეუფლება. ერთობ მომხიბვლელი მაღალ დრამატული სპექტაკლი გახდათ, რომელმაც ნამდვილად განმოცვიფრა. გაზეთი Berliner Zeitung 9 ივლისი. თბილისი
мне бросила в глаза самобытность и оригинальность этого именно театра пантомимы. Он отличается явно от всех других попыток использовать возможности пантомимы на сцене. И это было и причиной приглашения этого большого ансамбля, наверное, по-моему, самого крупного ансамбля в этом жанре в мире. Мы ничего такого по нашей понятию гигантского не знаем. Потому что здесь в Берлине представлено множество других групп. Это обычно небольшие группы из Франции, из Италии. В прошлом году были бельгийцы, в этом году больше гостей из Западной Германии или из США. Но, знаете, пантомима очень пестрый жанр. Там и клоуны пристраиваются, там другие занимаются больше акробатикой, другие занимаются скорее масками и гримасами. Да, Тбилисский театр пантомимы совсем что-то другое. И, ну, конечно, как следует я познакомился с ним, с ансамблем его работой здесь, в Берлине. И я прямо скажу, что первое это колыбельная, наверное, плохой перевод с грузинского, и как я знаю, это по-грузински называется, как это все возрождающееся, да, или? Да. Это очень целостная, очень продуманная, зрелая работа Амирана Шарикашвили и его коллег. Она сразу была понята, не надо было ничего объяснять, переводить. Вторая часть, Пиросмани, она, по-моему, все-таки во многом зависит от того, в какой мере зритель знает, кто такой Пиросмани. В Берлине многие зрители это так уж точно не знали. Когда-то слыхали, и этот уровень абстракции, этот пафос, ну и всегда соответствует, может быть, ожиданиям, вкусу или просто даже на уровне знаний зрителя здесь. Но такой фестиваль для того готовится, чтобы подготовить юного зрителя и вообще зрителя понимать, и не только понимать, а наслаждаться этим жанром, очень богатым возможностями, что доказывает вот этот фильм. Თავარი ის არის, რომ ფესტივალზე ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი კოლექტივები და ეს აი კი იყო ფესტივალი მოსკოვში, სადაც ვნახეთ საინტერესო სოლისტები და აი ეხლა ეს ფესტივალი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნახეთ პანტომიმის ანსამბლები, პანტომიმის თეატრები, სადაც მონაწილეობენ 4-5-10-მდე მსახიობი და ძალიან საინტერესო იყო ამით ჩვენთვის. პირველად გქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა სხვა ქვეყნების პანტომიმა ასე ნათლად და აი სპექტაკლების ხრივ და ნოველების და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. საინტერესო კიდევ იმით იყო ეს ფესტივალი, რომ ჩვენ საშუალება გქონდა რაღაცა ჩვენი დასკვნები გამოგვეტანა ჩვენი მუშაობასთან დაკავშირებით. ვიგრძენით რა თქმა უნდა ჩვენი ძალაც, ვიგრძენით ის ნაწილიც, რომელიც შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები თვითონ იმ კლუბში, რომელიც ორგანიზატორიც ის ებერხარდ კუბე იყო. იქ დისკოტეკები იმართებოდა ყოველ საღამოს. ხვდებოდით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მიმებს. კიდევ საინტერესო შეხვედრა იყო ქართველთა კლუბში, რომელთაც თავიანთი საკუთარი ემბლემა გააჩნიათ, გოგი უჩიეურის მიერ შესრულებული ჯიხვის ფიგურა და ქკ, ესე ქართველების კლუბი. ჩვენ იქ მივიღეთ მონაწილეობა, ვაჩვენეთ რამოდენიმე ჩვენი ნოველა, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ გადავინაცვლეთ საბანკეტო დარბაზში და 1000 შეკითხვებზე პასუხობდით, რაც აინტერესებდათ ქართველებს. ძალიან საინტერესო საღამო გამოდგა. მარტო ქართველები არ იყო იქ. ხო, რა თქმა უნდა. გერმანელები იყვნენ, რომელიც აი ქართული სწავლა უნდათ და უყვართ საერთოდ საქართველო და უფრო მეტი გერმანელები იყვნენ, მე მგონი, ვიდრე ქართველები. ცდილობდნენ ქართულად ელაპარაკათ ჩვენთან ერთად გერმანულად. ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო იმ საღამოს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ნახეთ ძალიან ბევრი ამ ფესტივალზე და მე მგონი
თვითონ პრესის აზრითაც დიდი წარმატება ხვდა წილად. და კიდე მინდა დავუმატო იმას, რომ რამდენიმე კლასი ვნახეთ თვითონ პანტომიმის სავარჯიშო თუ შეიძლება ესე კლასი, ტრენაჟი, ტრენინგი, სადაც ისევ მსახიობის ოსტატობის, პანტომიმის მსახიობის ოსტატობის ტრენინგები, რომელიც ძალიან დიდი შტაბეჭდილება დატოვა ჩვენზე და ძალიან საინტერესო. სამი სპექტაკლი ვითამაშეთ, ამ სამ სპექტაკლს დაესწრო თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები. გარდა იმისა, ორგანიზებულად იყო გაკეთებული, რომ ესწრებოდა ბერლინის ადგილობრივი მთავრობა და ყოველი სპექტაკლის შემდეგ შემოდიოდნენ და მოლოცვები იყო ძალიან გულთბილი. მოლოცვების გარდა აქ ორგანიზებულად იყო საინტერესოდ გაკეთებული ის, რომ ყველა სპექტაკლის დამთავრების შემდეგ იკრიბებოდნენ, ასე ეძახდნენ კლუბს და ყველა მონაწილე ფესტივალის ახალგაზრდობა იკრიბებოდა და იქ ხდებოდა, ასე ვთქვათ, ასთა გაზიარება, ხშირად ასე ვთქვათ, ეს გადაიზრდებოდა ცეკვაში ან და ცალ-ცალკე ჯგუფებში და ჩემ მსახიობებს მე ვიცი, რომ ხშირად უხდებოდათ მათთან საუბარი და თვითონვე მსახიობებს შეუძლიათ თავისი აზრი გამოხატონ იმაზე, რომ თითქმის ყველა აღფრთოვანებული იყო. მაგრამ მე რაც მთავარია, მინდა აღვნიშნო, რომ მათ გააოცათ ის ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან ეროვნული სპექტაკლები ჩავიტანეთ. ეს პანტომიმისათვის, დღევანდელი პანტომიმისათვის, მსოფლიო პანტომიმისათვის ეს აბსოლუტურად სიახლე იყო. რასაც მე ხშირად ასე ვთქვათ, ვამბობ, ხშირად ვიბრძვი ამისთვის, რომ ჩვენ ეროვნულ ფესვებზე ვართ, რომ ჩვენ დიდი პლასტიკა გვაქვს, რომ ჩვენ მართლაც ამის გარეშე ჩვენი პანტომიმა წარმოუდგენელია. და აქ ამ ფონზე, რაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნების სპექტაკლები გაიმართა, ჩვენ რაღაცნაირად განსხვავებულად გამოვსდი. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ესე იგი ჩვენ რაღაც საოცრებები ვართ, მაგრამ განსხვავებული რომ ვიყავით, ეს ფაქტია. და სხვათა შორის ეს განსხვავება ბევრის ჩამაფიქრებელი იყო, რადგან იქვე წარმოიშვა აზრი, რომ ყველამ უნდა თავის ნაციონალურ პანტომიმას მიხედონ. დღეს თუ რამ კი იქ ისმოდა ტარში შეძახილები და შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელების და შეიძლება ჩვენ ხშირად ქართველები მივეჩვიოთ, რომ აი გვიწევენ, მაგრამ აქ ნამდვილად მოხდა მოწვევისა და გაცვლის სურვილები. მათ დაებადათ ასეთი აზრი, რომ გაცვალონ ჩვენთან სპექტაკლები. მე მიმაჩნია, რომ ეს საოცრად დიდი გამარჯვებაა, იმიტომ რომ ჩვენ პირველად ვიყავით ასეთ ფორუმზე, ჩავედით თუ არა იმ წუთშივე სპექტაკლის თამაში მოგვიხდა, პირდაპირ ასე ვთქვათ, მატარებლიდან თამაში სცენაზე. მაგრამ მე მგონი ეს არ დატყობია. მე ვიცი, რომ დაეტყო ერთადერთი მღელვარება. ხალხი ნერვიულობდა და მეც ნერვიულობდი. შესვლის წინ მახსოვს, რომ ფეხები ამიკანკალდა და თითქოს პირველად გამოსვას ვაბარებდი. ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი. მაგრამ რა თქმა უნდა ძნელია. ალბათ ძალიან ძნელია, როცა ქართული მუსიკა გაისმა, ქართული პლასტიკა გამოჩნდა, ქართული ჩაცმულობა გამოჩნდა. არ გასულა ერთი 10-15 წუთი და კონტაქტი დამყარდა. სპექტაკლის შემდეგ აირას წერს საღამოს გაზეთი. გუშინ კინოთეატრ ფრიდრიხ ჰაინში ჯადოსნური სანახაობის მოწმენი გავხდით. ჩვენმა სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობებმა დაგვარწმუნეს, რომ ნატიფი, გრაციოზული მოძრაობებით, პლასტიკისა და ფოლკლორული მუსიკის შერწყმით შეიძლება სასწაული მოახდინოს სცენაზე. იბრძვის დედა, რათა სიცოცხლის მარადილ საწყის უმღერო საგალობელი. კლავაც გაუბედავად ამოიზრდება ვაზის ნორჩი ლერწი, ტიპიური ქართული სიმბოლო ჯერთითებიდან, შემდეგ სხვა ხელების სიღრმიდან. მოლაპარაკე ხელები კლავაც და კლავაც დამაჯერებლად,
საოცარი გარდასახვის უნარით მოქმედებენ. ეს ხელები ფაქიზად, სულის სიღრმიდან, ხანდახან ირონიისა და სარკაზმის მოშველიებითაც კი ზუსტ ხასიათს გვიხატავენ. ნამდვილ კოლორიტს ქმნიან და აღაფრთოვანებენ ჭირვეულ მაყურებელსაც კი. ემოციური ზემოქმედება ჰქონდა ამ საღამოს. უთვალავი ხელი უკრავდა ტაშს მადლიერების ნიშნად. ისე ძალიან ძნელია, როდესაც ასე დიდ ფორუმში ღებულობ მონაწილეობას და არ გაქვს საშუალება, რომ რაღაცა ტექნიკა გაზარდო შენი, იმიტომ რომ მიმის ხელოვნება ეს სულ ტექნიკაა, აბსოლუტურად. იმის გარდა რომ მსახიობური შემოქმედება გააჩნია მიმს, იმის გარდა აბსოლუტურად ფილიგრანულად უნდა ფლობდეს თავის სხეულს და ამას რეპეტიციების და ტრენაჟების გარეშე ვერ მიაღწევ. საერთოდ არ გვაგაჩნია პირობები, რომ ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, ისიც სახლებში ვახერხებთ ხოლმე რაღაცა სარკის სინდრომას და რაღაცას. როგორც კი გამოგვიჩნდება ხოლმე რამე საშუალება დარბაზის, აი მაშინ ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად დავძაბოთ ჩვენი ყურადღება, მაქსიმალურად ვიმუშაოთ მთელი დავტვირთვით, რომ ვიცით, რომ შემდგომში ეს პირობები არ გვექნება ხოლმე. და ამისათვის ვიყენებთ ხოლმე იმ სიტუაციას, რომელიც კი გამოგვიჩნდება. შენობის უქონლობა ეს ძალიან მოქმედებს ჩვენი თეატრის ტექნიკურ მხარეზე. ძალიან მეტი რომ არ შეიძლება ის. იმედის გარეშე არ არსებობს არაფერი. ამიტომ მაინც იმედი გვაქვს ჩვენ რომ გამოსორდება ეს სიტუაცია და გვექნება ალბათ. ჩვენ თუ არა მომდევნო თაობას მაინც ექნება ამის საშუალება. ჩვენი სურვილიც ეს არის. ეს ტკივილიც. ეს პრობლემაც უკან დარჩენოდეს ამ თეატრს. პანტომიმის ერთადერთ სახელმწიფო თეატრს მთელ საბჭოთა კავშირში.